სირიის გაქცეული დიქტატორის ბაშარ ალ-ასადის ერთგულ მხარდამჭერებსა და ქვეყნის უსაფრთხოების ძალებს შორის ძალადობრივ შეტაკებებს ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში 1000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაპირისპირება სირიის დასავლეთ სანაპირო საპორტო ქალაქ ლატაკიასთან მომხდარი თავდასხმით დაიწყო, სადაც ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერები ალავიტები ცხოვრობენ. მასშტაბური ნგრევა მოჰყვა სირიის რამდენიმე ქალაქსა და დასახლებაში ასადის ლოიალისტების წინააღმდეგ განხორციელებულ კონტრშეტევასაც. დაუდასტურებელი ინფორმაციით დაპირისპირების შედეგად 745 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ისევე როგორც სამთავრობო უსაფრთხოების ძალების 125 წარმომადგენელი და ასადთან დაკავშირებული შეიარაღებული ჯგუფების 158 მებრძოლი. ლატაკიის მიმდებარე ტერიტორიებში შეწყდა წყლის და ელექტროენერგიის მიწოდება. حققت قوات وزارة الدفاع تقدما ميدانيا سريعا. თავდაცვის სამინისტროს ძალებმა აღადგინეს კონტროლი იმ ტერიტორიებზე, სადაც უსაფრთხოების ძალებზე მოღალატეობრივი თავდასხმები განხორციელდა. კატეგორიულად აკრძალულია ნებისმიერ საცხოვრებელთან მიახლოება და ნებისმიერი პირის მიზანში ამოღება, გარდა თავდაცვის სამინისტროს ოფიცრების მიერ კონკრეტული ოპერატიული ამოცანების ფარგლებში. სამინისტრო იწყებს ტერიტორიიდან ყველა იმ პირის ევაკუაციას, ვინც ოპერაციებში არ მონაწილეობს. მითითების ნებისმიერი დარღვევა გამოიწვევს სამართლებრივ ქმედებებს მობიერების გარეშე. ღალატს მძიმე შედეგები მოხვება, მკაცრად მოეთხოვება პასუხი ყველას, ვინც უარს განაცხადებს სახელმწიფოსთვის იარაღის ჩაბარებაზე. ისინი, ვინც ფსონს ქაოსს ედებენ, ვერაცნობიერებენ, რომ ტირანიის ეპოქა დასრულდა. სამუდამოდ დასამარდა რეჟიმი და სირიელი ხალხის ნებით დასრულდა ჩაგვრა. მათთვისაც ეს ჯერ კიდევ არ ესმის, ყველაფერს ადგილზე ავუხსნით. სირიაში 2024 წლის დეკემბრის შემდეგ ყველაზე ძალადობრივმა შეტაკებამ ბევრს ქვეყნის 13 წლიანი სამოქალაქო ომი მოაგონა. ათობით სირიელი აქტივისტი კვირას 9 მარტს დამასკოს ცენტრში შეიკრიბა, მათ სამოქალაქო უსაფრთხოების პერსონალის და მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა დაგმეს. ყველა მოძალადემ პასუხი უნდა აგოს. თავდაპირველად რევოლუცია იმიტომ დაიწყო, რომ უსაფრთხოების ძალებმა ბავშვზე იძალადეს და ამის გამო პასუხი არ აგეს. იგივე შეცდომა არ უნდა გავიმეოროთ. უწფელად რომ გითხრათ, ახლა დანამდვილებით არავინ იცის რა მოხდა. ვიხილეთ სრულად თავდასხმა. ამას იმ ფაქტს მივაწერ, რომ დამნაშავეების დაუსჯელობის გამო ქვეყანაში კვლავ ნებათა ღელვაა. როდესაც აქ ვინმე დგება და ამბობს, არ გაპატიებთ ჩემი შვილის სისხლის დაღვრას, ეს იმიტომ ხდება, რომ მათ ჯერ კიდევ არ უნახავთ რაიმე სამართლებრივი ქმედება მოძალადეების წინააღმდეგ. გარკვეულწილად მესმის მათი. თუმცა უნდა დავიტოვოთ იმედი, რომ სასამართლო აღდგება და ყველა, ვინც სირიელი ხალხის წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინა, პასუხს აგებს. ქვეყანაში არეულობა გრძელდება სირიის დროებითი პრეზიდენტის დაპირებების მიუხედავად, შექმნას ახალი მშვიდობიანი პოლიტიკური მომავალი, რომელშიც ქვეყნის ყველა საზოგადოება და თემი იქნება ინტეგრირებული. ძალადობრივი დაპირისპირების შემდეგ პრეზიდენტმა აჰმედ ალ-შარაამ ქვეყნის სამოქალაქო ომში ჩაბმის მცდელობები დაგმო და დადო პირობა, რომ ყველა დამნაშავე პასუხს აგებს. სიტყვით გამოსვლისას მან 2 სპეციალური კომიტეტის შექმნაც დაანონსა, რომლებიც დასავლეთ სანაპიროს თემებში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ძალადობის გამოძიებასა და სამოქალაქო მშვიდობის შენარჩუნებაზე იმუშავებენ. დღეს ამ კრიტიკული მომენტის დროს წინა რეჟიმის გადმონაშთის სახით ახალი საფრთხის წინაშე აღმოჩნდით. მათ უკან უცხო ძალებით განან და ისინი ჩვენი ქვეყნის სამოქალაქო ომში ჩაბმასაც ცდილობენ. მათი მიზანია დაგვყონ და გაგვანადგურონ. ჩვენ ამას არ შევეგუებით. ამ ადამიანებს მხოლოდ ერთი გამოსავალი აქვთ, დაუყოვნებლივ ჩაგვბარდნენ. სირია დარჩება ურყევი და ჩვენ არც ერთ გარე ძალას თუ ადგილობრივ ფრაქციას არ მივცემთ უფლებას ქვეყანა ქაოსში ან სამოქალაქო ომში ჩაითრიოს. ვრჩებით ჩვენი პირობის ერთგული და ვისწრაფვით ჩვენი დიადი ხალხის ღირსეული მომავლისკენ. ამჟამად ცოტა რამ არის ცნობილი ალავიტების აჯანყების და მათი უცხოელი მხარდამჭერების შესახებ, რომელიც ასადის სამხედრო და დაზვერის სამსახურის ქსელის წარმომადგენლებისგან შედგება. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში სირიელი უფლებადამცველები შიშობენ, რომ დაპირისპირებამ ქვეყანაში მშვიდობის დამყარების ყველა ძალისხმევა ჩაშალა.